იყო ერთი დიდებული მეფე. მთელი თავისი მეფობის ჟამი ომებსა და ბრძოლებში გაატარა. იცავდა თავის სამშობლოს და თავის ხალხს. ერთ გოჯ მიწას არ უთმობდა მტრებსა და მოძულეებს. კარგი და მამაცი მებრძოლი იყო. ამით დიდი პატივისცემა და რიდი დაიმსახურა მეფემ. მისი სახელი შორეულ სამეფოებშიც კარგად იყო ცნობილი. 30 ვაჟი ჰყავდა დიდებულ ხელმწიფეს. ერთი მეორეზე უკეთესი ვაჟკაცები დაიზარდნენ. უშიშრები და შეუპოვრები. უხაროდა ხელმწიფეს ასეთი შთამომავლობა. ამაყობდა თავისი შვილებით. დრო გადიოდა. ისე აღარ ემორჩილებოდა მკლავი დიდებულ ხელმწიფეს. მიხვდა მეფე, რომ მისი სიკვდილის ჟამმა მოაწია და მოიხმო თავისთან საამაყო უფლისწულები. ეახდნენ ვაჟები მამას. დაუძახა მეფემ მსახურს და 30 ისარი მოატანინა. ერთად შეყარა ისრები მეფემ, მაგრად გადაუჭირა და შემდგომ მათი გადატეხვა მოინდომა. დიდხანს ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. შემდეგ დაშალა შეკრული კონა და სათითაოდ დაუწყო მსხრევა ისრებს. ძალაც არ დაუტანებია. ადვილად დაამსხვრია და დალეცა ყველა ისარი. როცა სულ ჩაამთავრა ისრების კონა, ვაჟიშვილებს გახედა და უთხრა: როცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედას დგეხართ, მტერი იგრე ვერ გაგსტეხთ, როგორც მე წეღან შეკრული ისარი ვერ გავტეხე. თუ გაიყრებით ესრეთ თითო-თითოდ, დაგლეწავთ მტერი. საკუთარ თავსაც დაიღუპავთ ცალკე დგომით და მოყვასაც დაღუპავთ. თუ თქვენი სიტყვა ერთი იქნება და ამ სიმართლეს და ერთიანობას დაეყრდნობით, სამეფოც მხარი გექნებათ. თუ მტრად დაუდგებით ერთმანეთს, საქმეც წახდება და სამეფოცა. რანით ბრძენი იყოს, ერთიც არის საქმე არ დაიცდინოს და ერთის საქმის დაცდენითა ბევრი წახდება. ამისთვის 2-სა და 3-ის კაცის რჩება სჯობს. ისიც იცოდეთ შვილებო, მოძღვრავდა მეფე შვილებს. ყოველთვის კითხეთ ერთმანეთს რჩევა, რომ სწორი გზით შეგეძლოთ სიარული.